მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო დუმარე ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილის შესახებ, რომელიც ჩემი თვალთახედვით არის თანამედროვეობის სულიერი ტიტანი და ნამდვილი მოვლენა ჩვენს ეპოქაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად ეხაც 5 დღის წინ რამაც აღმძრა სასაუბროდ, იმიტომ რომ გრძნობ, რომ ეს ყველაფერი ასე უბრალოდ ფიზიკურ პლანში ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ მაშინ საქმე გვაქვს უკვე ერის სერიოზულ ზომბირებასთან და მაშინ აუდგეთ და პირდაპირ ჩავწვეთ მიწაში და როგორც ერმა აზროვნება საერთოდ შევწყვიტოთ. საქმე რაშია? ეხლა ვუყურებდი 11 საათზე გადის ყოველ დღე თუ არ ვცდები მამა პაისი ათონელის შესახებ გადაღებული სერიალი, რაც ძალიან კარგია, ძალიან თბილია, მადლობა ყველას, ვინც გაუშვა და გადამხებ ჯგუფს, რა თქმა უნდა, მაგრამ საინტერესო ყოველთვის არის შენს თვალწინ ჯვარცმული ადამიანის ცხოვრება და შენი თანაჯვარცმაც ხდება გარკვეულწილად, იმიტომ რომ შენ თუ მის არეალში ხვდები და არ არსებობს ვიმეორებ, არ არსებობს სალოსი, ესეთი ცრუ ფორმულები არსებობს სასულიერო სემინარია აკადემიებში, რომ სალოსი თუა უნდა აფურთხო, ლანძღო, შეურაცხყოფა მიაყენო და იმან უნდა ითმინოს, მაგრამ აქ შენ გამორიცხავ, რომ ის შეიძლება როგორც ღვთის ინსტრუმენტი უნიკალური ამოქმედდეს და ისე რომ მასაც არ ეკითხება ბოლომდე ისეთი რაღაც დაატრიალოს, რაც სულ არ სურს მის უფაქიზეს გულს, გრძნობას და დამოკიდებულებას ადამიანებისადმი. მე ვგრძნობ ძალიან დიდ და ალბათ ბევრი ადამიანი გრძნობს დღესდღეობით სულიერი სამყაროს გამკაცრებას ჩვენს მიმართ. ანუ მიგვანიშნებს ყველანაირად სამყარო, დროის დაჩქარება დაარქვით თუ რაც გნებავთ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ეს უაზრო ყოფა ცხოვრება, ძველად თმაში არის ერთ-ერთი მომენტი, როცა თუ არ ვცდები იერემიას პირით ეუბნება ღმერთი თავის რჩეულებს, რომ რახან თქვენმე აინუნშიც არ მიგდებთ და ჩემს წინასწარმეტყველთა შორის უკეთურობთ, მე თქვენს ცხოვრებას გავხდი უაზროს და თქვენ ამით დაიტანჯებითო და ამ ტანჯვაში, ამ მარილმოკლებულ, ანუ ღვთისმადლმოკლებულ მდგომარეობაში იმყოფება ქართველი ერის უდიდესი ნაწილი, უდიდესი ვიმყოფებით, უდიდესი ნაწილი და რატო? იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ვართ სულიერად დაზიანებული, სულიერად დეგრადირებული ადამიანები და სამწუხაროდ, როგორც გუშინ ჩემმა ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა მომწერა, არ გვყავს პიროვნება, ვინც ამას გვეტყვის და სალოსი, ზუსტად სალოსი ბერი არის სარკე, ანარეკლი ჩვენი მდგომარეობისა და იქ ვთქვათ, რა სექტანტური გამოვლინებებიც არის, რომელიც იოანე კრონშტადტის დროსაც იყო და მამა პაისის თავდაპირველ მოძღვარს, ანუ ნათლიის ცხოვრებაში წმინდა არსენ კაბადოკიერის კარზე რეები ხდებოდა იქ, იმიტომ რომ არსენ კაბადოკიეს ჰქონდა წესი, რომ 2 დღე კვირაში დაყუდებაში უნდა ყოფილიყო და წარმოიდგინეთ, ბერნიკოზი თავიდან ბოლომდე ერში მყოფი განდეგილი დაყუდებული ბერია, ამავდროულად მესვეტე და ამავდროულად მდუმარე, ამავდროულად უდიდეს მოქმედებაში მყოფი, იმიტომ რომ ყველას მათ შორის მეც და ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეხებაში ყოფილა ბერნიკოლოსთან, იცის, რომ მას შეუძლია ადამიანთან მანძილზე ურთიერთობა. ახლა ეს ფანტაზიის სფეროა იმისთვის, ვისაც არ გამოუცდია, მაგრამ ვისაც გამოცდილი გვაქვს, მგონი მოდის ის დრო, რომ ჩვენ აუცილებლად ვისაუბროთ ეს ყველაფერი არა იმიტომ და შორს ვარ იმ აზრისგან ზოგადად, რომ მე შეიძლება და მე რა უფლება და რა უნარი მაქვს საერთოდ საიმისო, რომ ესეთი ბერი თუნდაც დავიცვა. არა, უბრალოდ მე საკუთარ სინდის ვიცავ ამ შემთხვევაში ასეთი უნიკალური პიროვნების წინაშე, ვინც ჯერ არც ვიცით ვინაა, მოდი ესე ვთქვათ, თავი დავხაროთ უკეთესია, იმიტომ რომ მომავალი წინ გველოდება, არც ვიცით ბერნიკოზის პიროვნების მასშტაბურობა და ღმერთი მისი სახით რა კლავის რა დროს დაარტყავს ხელს. ეხლა რა შეეხება ობიექტივში გიორგი დარასელიასთან მიწვეული იყო საკმაოდ ცნობილი და ისეთი საყვარელი სასულიერო პირი და სხვათა შორის, ვინც ბერნიკოზს განიკითხავს თუ ლანძღავს თუ არ ესმის მისი, უმრავლესობას ყავს აუარება მრევლი და ამ მრევლს მე ვაკვირდები, რომ ტყუილად ისინი არ უყვარს და ეს ნამდვილად ასეა. ანუ ადამიანში არის უდიდესი ფარული ღირსებები, მაგრამ ამ ყველაფერს წომის ის, პირადად ჩემთვის, რომ შური აბრმავებს ადამიანის თვალებს.
სხვათა შორის სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს აქვს ესეთი მოძღვრება, რომ ადამიანში ადამის დაცემის შემდეგ ეშმაკმა მოიპოვა ისეთი უფლება, რომ პასს გამოგიგორებს აზრის სახით და ის აზრი გეგონება შენი საკუთარი და მე გააჟღერებ, რომ აი როგორ ჭკვიანურ რამეს ვიტყვი, რომ ბერინიკოზი ხიფშია და მე რა მაგარი ვარ. ეს აი არაცნობიერ დონეზე და შრეში ქვემოთ, აი ძალიან დაბლა იგრძნობა, რომ ადამიანს გონია, რომ თვითონ არ იმყოფება ხიფში. აი მე გეტყვით ერთ რაღაცას, ეს სასულიერო პირი გამობრძანდა და ბრძანებს, რომ ჩვენო ვინც კი მამანიკოზე უარყოფითად საუბრობს და იცის, რომ ის მოწაფე იყო 3 წლის განმავლობაში და უმკაცრეს მორჩილებაში იყო ბერი გაბრიელის, წარმოიდგინეთ ბერნიკოზი ყვება ხო იქ რაღაც დეტალებს, რომ ყველა წვრილმანს და დეტას მნიშვნელობას ანიჭებდა ბერი გაბრიელიო და მასთან ერთი დღე მონასტერში გატარებულ შეიძლება 1 წელიწადს უდრიდა. იმდენად რთული იყო, დიდი ძაბვის ქვეშ რო ხარ და კაცის მორჩილი ხარ, რომელიც ყველანაირად ხედავს. ანუ ჭვრეტელი ბერია, ხო? ბერი გაბრიელი. და ამ სასულიერო პირმა ისევე როგორც ხვებმა მეუფე დანიელი, მეუფე შიომუჯირი ეს ყველა ადამიანმა იცის მამა გაბრიელის მოვლენა რა იყო და ბრძანებენ რომ ამ შემთხვევაში ამ სასულიერო პირმა თქვა რომ მამა გაბრიელიო არიდევნებოდაო ეკლესიისგან გიორგიო ჟურნალისტს ეუბნება და შეხავს უდიდეს შეცდომაში. მამა გაბრიელსო დევნიდნენო და ისიც რა თქმა უნდა სასულიერო პირი რო გიზის მესმის რომ თულია რომ არ დაეთანხმო რა, იმიტომ რომ იმას მაინც თავისი ძალა აქვს. აი ჯვარი უკიდია, სამოსელი ყველაფერი ჩვენ ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება ქართველი ერის გულუბრყვილობით როცა სარგებლობენ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გავიზარდეთ რაღაცნაირად და ვამჩნევთ რომ ადამიანი ინფორმირებულია რაზეც საუბრობს და შეგნებულად საუბრობს არასოდეს. ახლა ეს რატო თუ იძულებულია რომ ისაუბროს თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ თქვა რომ კომუნისტები დევნიდნენ რომ მამა გაბრიელსო და მე მაქვს ესეთი ელემენტარული კითხვა. კომუნისტური კალენდრები და მათ შორის ლენინის ფოტოსურათები და დაბადების დღეები საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გამოცემებში კალენდრებისა არ იყო და იქ მილოცვები და საპატრიარქოს პირდაპირ ნადიმები არ ქონდა. საერთოდ როცა აი ქართველი ერი ამას უნდა მიეჩვიოს აუცილებლად ჩემი აზრით მე ძალიან მერიდება რომ ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ იმას ვსაუბრობ, გულწრფელად ვფიქრობ ამას გულიდან, რომ ხალხის სატყივარს ვამბობ. ანუ ხალხიც ასე თulis თავის გულის სიღრმეში. შეიძლება უბრალოდ ნაკლებად ჩართულია ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ხედავს რომ როგორი უღირსებო სასულიერო პირების ნაკადები შემოიჭრა სასულიერო იერარქიაში, მაგრამ ეს დროებითია და ყველა ეპოქას ახასიათებს უდიდესი წმენდა, როგორც დავით აღმაშენებლის დროს, როგორც თამარის დროსაც 1203 წელს და თქვათ დემეტრე თავდადებულის დროს გიორგი მთაწმინდელმა რეები გააკეთა, ესეც კარგად ვიცით, ხო? რაც შეეხება ახლა ამ არგუმენტს, რომ თითქოს აი კომუნისტები დევნიდნენ. მე ახლა გეტყვით, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც, გრიგოლი პალამაც, მაქსიმე აღავსარებელიც, ნებისმიერი წმინდანი, რომელიც აი სინაგოგური ტრადიციით არო ეკლესიურში გადმოვიდა უკვე და იქ კათალიკოსობა ჩამოყალიბდა, იქ სინოდის გარკვეული სახე სინედრიონი და გადმოვიდა 70 ოქუცესი და კომიტეტი რელიგიური თუ ასე შემდეგ, როცა ეკლესია დევნიდან გამოვიდა მილანის ედიქტის შემდგომ და რაღაც ორგანიზაციულ სახედ ფორმირდა, ამის შემდეგ წმინდანები ზუსტადაც იდევნებიან ეკლესიის წიაღში და ამას სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა უწოდა ერესთა ერესი, ანუ მწვალებლობათა მწვალებლობა. მით უმეტეს როცა საუბარია მამა გაბრიელის სულიერ შვილზე, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც უცნობი რო გამოერიოს, თავი გაიმართლო კიდე, მაგრამ შენიცი ვისთან გქონდას შეხება და ვის რაც ხავდით, ლოთად და გიჟად, ეს ყველაფერი ზეპირად ინფორმირებული ხართ ამ ყველაფრის შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც ამ კლავიატურის კლავის აწვევით, რომ აი ბერინიკოზიც ახლა იმ გზას მივცეთ, რასაც მამა გაბრიელის სიცოცხლეში, იმიტომ რომ ყველა ხომოისხა ესმანტია დღეს, რომ მამა გაბრიელს ახლოს ვიცნობდით, მესკელიაში დავდიოდით, ვითო დიდი პატივისმცემლები იყვნენ, გესმით და თქვენ თვითხილველების მონაყოლები წაიკითხეთ, ალასკადან ჩამოსული სერაფიმ როუზის მოწაფის გერმანე ალასკელის ინტერვიუ მაქვს მონასმენით, სადაც ის
გაოცებულია რომ მის კელიაში სიცოცხლეში რო შევედიო ლენინის პლაკატის დაწვის შემდგომ და აქაც კომუნისტური რკალი მოხვდა საპატრიარქოს, რომელიც ემორჩილებოდა ამას სერგიანობა და ათასნაირი სახე აქვს, ხო ვთქვათ, სტრუქტურებთან გარიგება და ასე შემდეგ. გამიკვირდაო რომ ესეთი სულიერების მქონე, მაღალი სულიერების მქონე აზრებს კითხულობ, შენი წარსული იცის, მომავალი იცის, სახელით მოგმართავს პირდაპირ, შენი გულის მდგომარეობა იცის. ესეთი ბერი, ანუ ბერი გაბრიელი, იდევნებოდა საპატრიარქოს მიერო და დღეს გამოდიან სასულიერო პირები და იმის გამო რომ ბერი ნიკოლოზის ფენომენი გადაიბაროს, ამას ყურადღება მივაქციოთ აუცილებლად, ამბობენ რომ აი მამა გაბრიელს ეკლესია არასდროს არ დევნიდა, რომ ხალხს არაცნობიერი კითხვით ნიშანი გაუჩნდეს, რომ მამა გაბრიელს თუ არ დევნიდნენ, მაშინ მამა ნიკოლოზს რა ხარ დევნიან, ანუ საეჭვოა. გესმით? და საეჭვო ვინ არის და ვინ არა, ეს აუცილებლად გამოჩნდება და უკვე ხელის გულზე ჩანს, იმიტომ რომ იტყუებით ხალხო. ეხა მეორე აქცენტი რაც მინდა ვთქვა. მეუფე შიო გამოგზავნა მამა გაბრიელის ხსენების დღეს 2 ნოემბერს და ბრძანა რომ რაშიც ვეთანხმები, კი ეს სანახევროდ სიმართლეა. მამა გაბრიელი უდიდესი მამა იყო და ბრძანებდაო რომ საქართველოს ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკალდებაო. მაგრამ ამის ღრმაში ნარში და ფილტრაცია და ამის ცენზურაში გავლა სანამ მოხდებოდა პირველ ბროშურებში თუ პირველ გამოცემა წიგნებში ეწერა რომ გაგზელება საქართველოში წმინდათა ჯაჭვი უწყვეტია, რაც ეხლა გადააკეთეს და ჩამოაშორეს. ეს არ ჭირდებათ, იმიტომ რომ თუ ბეთანიელებერები იდევნებოდნენ, რომლებსაც მამა გაბრიელი ჰყავდათ მოწაფედ და მამა გაბრიელს ბერი ნიკოლოზი ჰყავდა, ესე იგი ეს არ აწყობთ რომ გაშღერდეს რომ აი წმინდათა ჯაჭვი ეს უკვე კითხვითი ნიშანია, იმიტომ რომ თუ და არ დაგავიწყდეთ პარალელი რომ ყველა გამომსველი ეს სასულიერო პირიც ამბობდა და მე უბრალოდ უწფელად ვიტყვი რომ ძალიან მეწოდებით, აი პირდაპირი გაგებით, იმიტომ რომ მართლა ხალხო ღმერთი არსებობს და დაუშელი არც ერთი ადამიანი არ დაურჩებით თუ ვიტყუებით იმ შემთხვევაში. მამა გაბრიელი თუ კი არის სულიწმინდის ის უნიკალური რგოლი, რომელიც მოღვაწეობდა 1995 წლამდე, როგორ შეიძლება ამ ჯაჭვის გაგრძელება ბერი ნიკოლოზი იყოს ხიბში და თუ იყო, როგორ რაღაც მომენტში თუ იყო, ეგრე სილვან ათონელი ხიბში იყო ორჯერ თვითონ წერს, თქვენთვის საპატივცემულო და ჩემთვის უაღრესად, ჰაჯი გიორგი ათონელი იყო ხიბში, სიმეონ მესვეტე ბრძანდებოდა ხიბში და რა სიმეონ მესვეტე არ ბრძანდება, უდიდესი მესვეტე წმინდანი, სხვათა შორის მამა ნიკოლოზი მესვეტეობის ხვაწლსაც ეწევა, იმიტომ რომ 5-6 წელი და ფეხი არ გამოუყრია გარეთ. წარმოიდგინეთ, მზის ჰაერი არ ჩაუსუნთქავს გარეთ ქუჩაში. ეს მარტივი გონიათ? ან ამდენწლიანი მდუმარება მარტივი გონიათ? ამდენწლიანი მარხვა, შიმშილობები წინადღით იყო ხო შემთხვევა მაპატიოს მამა ნიკოლოზმა თუ რამეს ვამეტებ, მაგრამ გუწუφელად მინდა ვთქვა რომ 38 თუ 39 დღე ნაშიმშილარი ბერი, ესე იგი თქვენ წარმოგიგენიათ რასთან გვაქვს საქმე და ეს არის ზუსტად ბერი გაბრიელის ხვაწლის გაგრძელება და უცნაურობა იცით რა არის, რა პარალელია, რომ ეს სასულიერო პირები ამტკიცებენ რომ მამა გაბრიელიო ჩვენო ყველას გქონდაო ხიბლუ, აქაც არის ეს აი ფარული ამპარტაუნება, რომ შენ როგორ ამბობ ამას ჯერ, აი როგორ ამბობ რომ მამა გაბრიელს ყველა ამოუყავდით ხიბლიდანო და ყველა თუ ამოყავდით ხიბლიდან მამა ნიკოლოზი დატოვა მარტო ხიბში და თქვენს უყველა ამოგიყვანათ ხალხო, ასე მარტივად აზროვნებთ? ესაა თქვენი გული, ამითია სავსე შურით გაუტანლობით ბერი ნიკოლოზის მიმართ. მესამე აქცენტი რაც მინდა გავაკეთო. თვალები სულის სარკეა. ეს ფორმულა ეკლესიაში ძალიან ცნობილია, ეროვნულ პატრიოტულ მოტივზე ძალიან ცნობილია, მაგრამ როგორც ხედავთ, ვერავინ კაციშვილს ვეღარ ცნობს და მეგობარი მეგობარს ვეღარ ენდობა. მოკლედ, ბერი ნიკოლოზის თვალებს თუ დააკვირდებით, ყველაფერი ნათელია, მაგრამ აქ მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ სიმდაბლე ისეთი ფენომენია და აი გონებრივ თავდაბლობას გვასწავლის მამა ნიკოლოზი, რომ სიმდაბლე გონია ადამიანს, რომ აი არ იცის რომ თავდაბალია, ან სიმდაბლე გონია გაშტერება საკუთარი თავის. სიმდაბლე არის გონებრივი ღვაწლით, ანუ შენ გინდა და ისწრაფვი რომ მე მაგალითად არ ვარ თავდაბალი, მაგრამ ძალიან მინდა რომ ვიყო
და აქითკენ მაქვს გზადასავალი და აქითკენ ვისწრაფი რომ ღვთისწყალობით იქნებ რაღაცნაირად ჩამოვყალიბდე როგორც თავმდაბალი პიროვნება, მაგრამ ეს არნიშნავს არაცნობიერ მოვლენას და არაღვაწლის მიერს. ანუ შენ ამის თაობაზე მუშაობ გამუდმებით. მაგალითად, ღვთისმშობელ მარიამს როცა ახარა ელისაბედმა და ღვთისმშობელმა რო გიხაროდენ, კურთხეული ხარ დედათა შორის, ღვთისმშობელმა რო გაიგო, რომ ღვთისმშობელი ბრძანდება, რა თქვა? გაბრიელ მთავარანგელოსგან გაიგო პირველი ხარებით, მაგრამ მეორე ხარება იოანე ნათლისმცემელმა ახარა დედის მუცლიდან, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, ღვთისმშობელი იძახის ასეთ სიტყვებს. ადიდებს სული ჩემი უფასა და განიხარა სულმა ჩემა ღვთისამართ მასხოვისა ჩემისა და ამბობს უნიკალურ სიტყვებს, ამას დააკვირდით. მოხედა სიმდაბლესა ჩემსა. მოხედა სიმდაბლესა მხევლისათვისა. ანუ ღვთისმშობელი ამბობს, რომ მე თავმდაბალი ადამიანი ვარ. მე არა ვარ ამპარტავენ და მე სხვათა შორის ამბობს დიდერები ჩამოყარა ტახტებიდან. აი ესეც საინტერესოა, რომ წმინდა წერილი ასე კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევს სიმდიდრისკენ სწრაფვას, იმიტომ რომ აი დღესაც თუ აკვირდებით ეს რაღაცეების გაუფასს, ყველაფრის ფასის წამოწევა იმიტომ ხდება ესა გლობალიზმის სული, რომ ადამიანი გაუფასოვდეს და ადამიანის შინაგანი სამყარო არაცნობიერად, იმიტომ რომ ყველაფერი რო იწევს, შენ ვიხარ არარაობა, გეუბნებიან და უკვე მარტოობისაც გეშინია. არ მინდა რომ აზრი გამექცეს და მოდი დავასრულებ ესეთი რაღაცით, რახან თავმდაბლობაზე ვილაპარაკეთ და რახან ეს ცნობიერი მოვლენაა, ვერავინ იმ ფორმულით ცხოვრებაში პრაქტიკულად ვერ ისარგებლებს, რომ თვალების სული სარკეა, თუ კი სარკეში საკუთარი თვალების დანახვით ტკბება და თვითკმაყოფილი პიროვნებაა და განვითარება აღარ სჭირდება და არის ჩაქვავებული ერთ მდგომარეობაში. ეს ამპარტავნება ნებისმიერი ადამიანის დაცემულ ბუნებას ახასიათებს და რომ დაიძრას შენში უნიკალური ღვთისხადება, ამისათვის სწორედ საჭიროა, რომ იცნო ვინმე წმინდა და მე მეცინება, რომ აი ჩამოიყვანეს თქვათ ეფრემ არიზონელის საძმოდან იოსებ ვატოპედელი. მაგათ მე სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ აი ერთ-ერთი ბლოგერმა დადო ვიდეო იოსებ ვატოპედელის, რომელიც მევთარგმნე და ეს ხალხი, ვისაც მე ვასახელებ, ჩემთვის უსაყვარლესი ხალხია. ეფრემ კატუნაკელი, იოსებ ვატოპედელი, ათონის საძმო, ემილიანო სიმონოპეტრელი, მაგრამ შენ და ეს ეფრემ ვატოპედელი, რომ ჩამოაბრძანეს, ჭვრეტელი მამა არისო და დიდი შენი იცანი და შენს მამაზე ისაუბრე და შენი მამა გააცანი. აქვე არ შემიძლია რო არ თქვა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას უდიდესი დამსახურების მიუხედავად ყველაზე მეტად რაზეც გული მткиო და მე იყო ის, რომ მიუხედავად კათოლიკური სპექტრისა და გაგებისა, ესე იგი ზვიადი ხო ამბობს, რომ ყველას ეშინოდა ჩემთან ურთიერთობა და მამა გაბრიელმა სალოსმა გოდერძი ურგებაძე მომინათლა შვილი ცოდნე. ისიც თავის სახლში, ხო? იმიტომ რომ სიკვდილისა არ ეშინოდაო და ზვიად გამსახურდიამ, ანუ მათაც დაემართათ ეს მომენტი. დედა ტერეზა აპიარეს შუაგულ თბილისში. ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. დიდი ბოდიში მათ უკვდავსულებთან ადამიანს აქვს შეცდომები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჩვენგანს და ამით არ შეიძლება პიროვნების შეფასება. როგორც პიროვნებები უდიდესები არიან ჩემთვის, მაგრამ აი ეს მომენტი დაუსჯელი შემდგომში არ დარჩა, იმიტომ რომ შენ ვატიკანიდან ჩამოსულს რო აქ აპიარებ შუაგულ რომიდან, შენი დაინახე და შენი წამოწიე წინა პლანზე, ისევე როგორც გიორგი ჭყონდიდელი ხავდა წამოწეული დავით აღმაშენებელს. დიდი მადლობა.